ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია, რომელსაც ვადი სამოწურვამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა, კვლავ სანქციებზე საუბრობს. დამატებითი ზომების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება საქართველოსთან მიმართებით უსამართლოა და იმედოვნებენ, რომ დღევანდელი რთული გეოპოლიტიკური ვითარების მოგვარებაში დიდ როლს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია შეასრულებს. ჩვენ მხარს უჭერთ ქართულ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ადრე განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხისგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც ჩვენი აზრით საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. მსოფლიოში მიდის გარდატეხის პროცესი. თუ კი ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს და აი ამ ვითარებას სწრაფად დაალაგებს, რასაკვირველია ეშვება იქნება განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისათვის. გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის ევროპაშიც, აწყობთ ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, ვინც ყველაფერზე წამსვლელები არიან. განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის რასაკვირველია უსამართლო საქართველოს მიმართ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ეს პოლიტიკის ძირეული შეცვლა არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ სოფლიოში და ეს არის ჩვენი კაცობრიობის გადარჩენის გზა.